ყველაზე პრობლემის შემთხვევა სალდოს თეორიის კონტექსტში წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც სალდოს თეორია კონკურირებს კონდიქციის მიერი უკუქცევა სალდოს თეორიაზე დაყრდნობით და მისი გამოყენებით კონკურირებს გასვლის მიერ უკუქცევასთან, როდესაც ესე იგი ხელშეკრულება შეიძლება უკუიქცეს როგორც კონდიქციის მეშვეობით, ისე გასვლის მეშვეობით, ან ვთქვათ, შეცილება შეიძლება და ნაკლის გამო პასუხისგების ნაწილში და ესე ვთქვათ, მისით განპირობებულად გასვლაც შეიძლება ხელშეკრულებიდან და თუ კონდიქციით უკუაქცევთ სალდოს თეორიამდე მივდივართ და თუ გასვლის მიერ უკუქცევის გზით წავალთ, მაშინ მივდივართ 352 მუხლის მეორე ნაწილის G ქვეპუნქტამდე დილიგენცია კვამინ სუიმდე, როდესაც რესტიტუციის მოვალე გასვლის მიერ უკუქცევის რესტიტუციის მოვალე თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისგან თუ ეს უკან დასაბრუნებელი ნივთი გაუნადგურდა მიუხედავად იმის გამო, რომ ექცეოდა ისეთი გულისხმიერებით, როგორთაც ექცევა თავის სხვა ნივთებს, ხო? ეს ზღვარი არის უხეში გაუფრთხილება, თქვა თუ მსუბუქი გაუფრთხილება ანადგურებს თავის ნივთებს და ესეც დასაბრუნებელი ნივთიც გაანადგურა ამ მსუბუქი გაუფრთხილებად, მაშინ არ აბრუნებს და თქვა ცალმხრივ სახეს იღებს უკუქცევას. მხოლოდ იბრუნებს 352-ის პირველით და არ აბრუნებს თვითონ სანაცვლოდ არაფერს. ცოტა ნათელი გახდეს ეს სიტუაცია, ჯობია კაზუსი აღწეროთ ეგრევე. მაგალითად, დავდე ნასყიდობა მანქანაზე, მე ვარ გამყიდველი და მოვატყუე მეორე მხარე მანქანის გარბენთან დაკავშირებით. ხო, ვიცოდი რომ ჩამოყრილი იყო ეს ოდომეტრის მაჩვენებელი, ანუ თქვა გარბენი ქონდა რაღაც 500.000 და ჩამოყვანილი იყო 100.000-ამდე და ვიცოდი ეს და განზრახ დავფარე და უთხარი რომ სწორია ეს ოდომეტრის მონაცემები და მოკლედ შევასაღე ნაკლოვანი მანქანა, იმიტომ რაც შეთანხმებული იყო ის თვისებები არ ქონდა, შეთანხმებული იყო 100.000-იანი გარბენის ქონდა და რეალურად იყო 500.000-იანი, ხო? შემდეგ ამ ყიდველმა ეს მანქანა დაალეწა მსუბუქი გაუფრთხილებლობით. მსუბუქი გაუფრთხილებლობით მოყვა ავარიაში და მანქანა გაანადგურა. და რომ გაანადგურა, თან ამავდროულად საბოლოო, ესე ვთქვათ, ნაწილებად დაშლის მომენტში აღმოაჩინა რაღაცნაირად, რომ ეს ოდომეტრის ჩამოყრის ფაქტი და არ მოეწონა რა თქმა უნდა ეს და ახლა უნდა რომ თქვათ უკუაქციოს გარიგება. მთლიანი ფასი დაიბრუნოს და მე დამბრუნოს არაფერი. ეს სურვილი აქვს სრულებით გასაგები, ხო, იმიტომ რომ არ არის კმაყოფილი იმითი, რაც გავაკეთე და გვარიანად, ესე ვთქვათ, გამწარებულია ჩემზე სრულებით სამართლიანად, ხო. თუ წავა შეცილების გზით, ანუ გამოიყენებს მოტყუების გამო შეცილებას, ხო, ანუ გარიგება გაბათილდება ექს-ტუნკ მოქმედებით ამ დადების მომენტიდან და კონდიქციით მომთხოვს მთლიან ფასს, რაც გადამიხადა ამ მანქანაში უკან. ხო, მე მომივა იდეა, რომ რაც არის სალდოს თეორიის, ესე იგი, მთავარი არსი და მთავარი, ესე ვთქვათ, მისი არსებობის გამომართლებელი მთავარი პრინციპი და მოსაზრება და არგუმენტი, რომ კაი, გასაგებია, ფასს დავუბრუნებ, მაგრამ შენც უნდა დამიბრუნო ახლა მანქანა ან მისი ღირებულება ამინაცღაურო, ხო? ამაზე მყიდველს შეიძლება კონდეს ეს კონტრარგუმენტი, რომ აგერ გარიგება ბათილია მოტყუების გამო, შეცილების გამო, საფუძვლით. მოტყუების გამო შეცილება იცავს მოტყუებულს, ანუ იდეაში ეს არის ის დამცავი ნორმა, რაც სალდოს თეორიიდან უშვებს გამონაკლის, ხო, რაც წერია 979-ის მეოთხე ნაწილში, რომ ეს სალდოს თეორია, ანუ ორმხრივი უკუქცევის წესი, ანუ ის რომ ორმხრივი ორმხრივი ხელშეკრულება უნდა უკუიქცეს ორმხრივად, ანუ ცალმხრივად ერთი ვერ წაიღებს და ვერ იტყვის, რომ მე ვარ განმდიდრებული, ანუ არ მაქვს და მე არაფერს არ ვაბრუნებ და შენგან ყველაფერს წავიღებ, მაგას რომ ვერ იტყვის, მაქინე გამონაკლისი დაიშვება და ცალმხრივად წაღების, ესე იგი, შესაძლებლობა კონდიქციის კრედიტორს აქვს, მაშინ თუ
ბათილია გარიგება იმ საფუძვლით, რომელიც იცავდა ერთ მხარეს. მაგრამ რეალურად ეს კონტრარგუმენტი და ეს მოსაზრება არ გაითვალისწინება, იმიტომ რომ მხოლოდ ბათილობა ერთი მხარის დამცავი ისე ვთქვათ საფუძვლით არ კმარა იმისთვის, რომ სალდოს თეორიაზე უარი ვთქვათ. ხო, ვთქვათ, არამედ აუცილებელია, რომ არა მარტო ერთი მხარის დასაცავად იყოს ბათილი, მოტყუებულის კერძოდ, არამედ აი ამ ბათილობის მიზანს ეწინააღმდეგებოდეს ის, რომ ამ მხარეს მოუწიოს კონდიქციით პასუხისგება, როგორც იყო არასრულწლოვან შემთხვევაში. ხო, არასრულწლოვანს რო დაკისრებოდა კონდიქციური ვალდებულება, მაშინ ეს იქნებოდა არასრულწლოვანის დაცვასთან შეუთავსებელი. აქ ესე არ არის. კი, მოვატყუე და აქვს უფლება, რომ შეცილების მეშვეობით გააბათილოს ეს ხელშეკრულება, მაგრამ რა შუაშია ოდომეტრის, ანუ ის რასთან დაკავშირებითაც მოვატყუე, ოდომეტრის ჩამოყრა რა შუაშია იმასთან, რომ მე თვითონ დალეწა მსუბუქი გაუფრთხილებლობით, ხო? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაც აღწერეთ წინა პოდკასტში, კერძოდ ის, რომ ნივთის, ესე ვთქვათ, რასთან დაკავშირებითაც ვაგებ პასუხს, ხო? მუხრუჭების გამომართება იმის გამო დაილეცა, ხო, რაც გამყიდველის პასუხისგების სფეროშია, ის რისკი და ის ნაკლი რეალიზდა და იმან გამოიწვია ის, რომ მიღებული განადგურდა და ეხლა ვერ აბრუნებს, ხო? და არის განმდიდრებული. ეგ გასაგებია და ლოგიკურია და არის მეორე გამონაკლისი სალდოს თეორიიდან, ხო? ეს მეხუთე ნაწილი 979-ესი, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოვატყუე, ხო, არ ამართლებს იმას, რომ მე ამან დალეწოს და არაფერი არ დამიბრუნოს. უფრო სწორად ამისგან არ იცავს მოტყუების გამო შეცილების უფლება, მოტყუების გამო შეცილების უფლება მოტყუებულს აქვს იმის გამო და იმ რისკისგან დასაცავად, რაც გამომდინარეობს უშუალოდ ამ მოტყუების აგნიდან, უფრო სწორად, ანუ იმ ესე ვთქვათ, არასწორი წარმოდგენიდან, რასთან დაკავშირებით, რომელიც მე შევქმნი, ანუ რაც არის მოტყუების რისკი, ხო? ანუ რასთან დაკავშირებითაც მოვატყუე, იმ რისკის რეალიზებისგან დაცულია, ხო? კიდევ ერთხელ, რომ მომეტყუებინა მუხრუჭებთან დაკავშირებით და მუხრუჭების გამო განადგურებოდა, მაშინ სრულებით სწორი იქნებოდა მისი, ესე ვთქვათ, შესაგებელი და კონტრარგუმენტი, მაგრამ ეს მომენტი, რომ სხვა რამესთან დაკავშირებით მოვატყუე და მე გაანადგურა, ამისგან არ იცავს ეს 91 მუხლი მოტყუების გამო შეცილების უფლება, ამიტომ რეალურად სალდოს თეორიიდან აქ გამონაკლისი არ დაიშვება და მექნება თუ კონდიქციის გზით წავალთ, სალდოს თეორიიდან მექნება შესაგებელი, რომ ფას არ დაგიბრუნებ მანამ სანამ მანქანას ვეღარ დავიმეს, ანუ ღირებულებას არ ამინაზღავრებს, ანუ გამოუქვითავ მანქანის ღირებულებას ფასის დაბრუნების მოთხოვნიდან და მხოლოდ რით აღემატებოდა ის რა ქვია, ფასი მანქანის ობიექტურ ღირებულებას თუ აღემატებოდა საერთოდ მარტო იმას დაგიბრუნებ, ხო? ესეთი რაღაცა. ანუ თუ ესე იგი ამ სიტუაციაში მყიდველი წავა შეცილების გზით, კონდიქციის მიერ უკუქცევაში სალდოს თეორია, ესე ვთქვათ, წააწყდება სალდოს თეორიის ბარიერს, რომ ვერ იტყვის, რომ სამხრივად წავიღებ და არაფერს არ დავაბრუნებ. არა, სალდოს თეორიით ვერ წაიღებ სამხრივად, არამედ უნდა ამინაზღავროს მანქანის ღირებულება, ანუ ზუსტად კი უნდა გამოიქვithოს ჩემს მიერ დასაბრუნებლიდან მანქანის ღირებულება, ხო? ნუ ვთქვათ, გაქვითვის გაცხადების გარეშე ხა ავტომატურად არ ხდება ეს გამოქვეთა, მაგრამ თუ სასამართლომდე მივიდა საქმე, ეხლა რა თქმა უნდა აქ ესეთი, ანუ იდეაში თუ ესეთი რამის გაკეთება უნდა თუ ხარებს, რომ მეც ფული დაუბრუნო და მე იმან უკან დამიბრუნოს ფული და არც ერთი არ ვაცხადებთ გაქვეთას, ხო? მაშინ ეგრეც მოხდება, მოსამართლე თავისი ინიციატივით ვერ გაუქვეთს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფულშია, ხო? და თვითონ კონდიქციური სამართალიც არ იძლევა მიუხედავად წარსულში გაბატონებული მთელი რიგი მოსაზრებებისა და მათ შორის სალდოს თეორიის კონტექსტში იყო ეს გამოთქმული, რომ ავტომატურად ხდება დაჯამება და ანუ ესე ვთქვათ, სალდირება, საიდანაც მოდის ეს სახელი, სწორედ მაქედან მოდის. ავტომატური გაქვითვის იმიდან, რა ქვია, იდეიდან და მოსაზრებიდან, მაგრამ დღეს უკუგდებულია და ანუ ავტომატურად არ გაიქმნება იდეაში თუ მაინც და მაინც უნდა შეუძლიათ ფული აკეთიქით ისქნან, რა ქვია, გადასცენ გადმოსცენ ერთმანეთს, ხო? მაგრამ ნუ მაგას ხა არც ერთი ჭკუათი ყოფილი არ გააკეთებს. ხო, და არც აქ ამასთან დაკავშირებით ამ კაზუსთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობა მაგას.
ესე იგი, შეცილება და კონდიქციის მიერ პასუხისმგებლობა ამ კაზუსს წყვეტს იმგვარად, რომ ყიდველი გაიჭედება სალდოს თეორიაში, ანუ ცალმხრივად ვერ წაიღებს. მაგრამ რა მოხდება თუ მოტყუების გამო შეცილებას კი არ განაცხადებს, არამედ განაცხადებს გასვლას ნაკლოვანი შესრულების გამო, ანუ გამოიყენებს არ გააბათილებს ხელშეკრულებას, არამედ გამოიყენებს ამ მეორეულ უფლებას სახელშეკრულებო ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობის გზით წავა, ხო, ნაკლის გამოსწორება და ასე შემდეგ შეუძლებელია, იდეაში ჩანაცვლება თეორიულად შეიძლება, მაგრამ თქვათ თუ არ ჩავანაცვლებ მანქანას და არ გავაკეთებ მაგას, რა თქმა უნდა, ხო, მაშინ ექნება უფლება, რომ მეორე შანსის მოცემის მერე, დამატების შესრულების მეორე შანსის მოცემის მერე, თუ არის საერთოდ შესაძლებელი მისი განხორციელება და ერთი თეორიით როგორც ვთქვით არის მეორეული ნივთის გამოცვლაც შეიძლება მაგრამ ამ ასე ვთქვათ შესაბამისი ვადის ამოწურის შემდეგ გავა ხელშეკრულებიდან და ასე ვთქვათ გადავინაცვლებთ გასვლის მიერი უკუქცევის გასვლის მიერი რესტიტუციის ურთიერთობაში მან ექნება უფლება, რომ არაფერი არ დამიბრუნოს და ცალმხრივად წაიღოს შემგან გადმოცემული ფასი, იმიტომ რომ 352 მუხლის მეოთხე ნაწილის G-ქვე პუნქტში წერია ეს რაღაცა, რომ წერია ის რაც არის დილიგენცია კვამინ სუის, ანუ რესტიტუციის მოვალის უფლება, რომ ცალმხრივად დაიბრუნოს და არ დააბრუნოს თუ ნივთი გაუნადგურდა, თუ ნივთი გაანადგურა უბრალოდ ან ბრალის გარეშე საერთოდ, ან ბრალეულად, მაგრამ იმგვარად ბრალეულად, როგორც ანადგურებს ხოლმე თავის სხვა ნივთებს. თუ ეს არ არის უხეში გაუფრთხილებლობა ან განზრახვა, ხო? თუ მსუბუქი გაუფრთხილებლობით ვაფუჭებ ხოლმე მაგალითად ჩემს ტელეფონს იმის გამო, რომ იმაშვები, რა ქვია, თქვათ რაღაც ხელში ვათამაშებ არასწორად, ხო? და ეხლა გავაფუჭე ახალნაყიდი მობილური, რომელი ხელშეკრულებიდან, ანუ რომელი ნასყიდობიდანაც გავედი, ხო? რომლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდანაც გავედი, შემიძლია მაინც არ დავაბრუნო, ანუ მობილურს ვერ დავაბრუნებ და მისი ღირებულება არ ავანაზღაურო, ეს არის სანქცია მეორე მხარის, ესე ვთქვათ, მეორე მხარისთვის, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება და მომანიჭა მე კანონის მიერ გასვლის უფლება, იმიტომ სხვა შემთხვევაში არ გამოიღო. პირიქით თუ ის მხარე გავიდა, ანუ თუ მე ვარ პირიქით თუ თვითონ არის დამრღვევი და თვითონ გავიდა, ეგ ამ ნორმაზე ვეღარ მიუთითებს. ამაზე უთითებს მხოლოდ გასვლის უფლების მქონე პირი, რომელსაც აქვს კანონის მიერი უფლება, რაც გულისხმობს მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევას, ხო? შეიძლება არსებობს სახელშეკრულება გასვლის უფლება და თქვათ ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ეს თუ უბრალოდ ერთი მხარე გადის იმის გამო რომ ესე უწერიათ ხელშეკრულებაში, მანდეს არ მოქმედებს. ან თუ პირიქით ხდება, მაშინაც არ მოქმედებს. ან თუ თქვათ მე გავედი და იმას გაუნადგურდა, ეს სწორი მაგალითი კი არა, ეს არის სწორი შემთხვევა, როცა ეს ნორმა არ მოქმედებს, მაშინაც ხო მაშინ ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რა ქვია, ნივთი გამინადგურდა და აფს არ დავაბრუნებ. თუ მყიდველი წავა გასვლის მიერ უკუქცევის გზით, მაშინ შეუძლია ცალმხრივად არ დამიბრუნოს არაფერი და დაიბრუნოს შემგან 352-ის პირველი დაიბრუნოს შემგან ნასყიდობის ფასი. ეხლა რა ვქნათ, ანუ როგორ გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ ეს პრობლემაა, ეს კონკურენცია, ეს ფაქტობრივი კონკურენცია უბრალოდ ესეთი შედეგების კუთხით აცდენა გასვლის მიერ და კონდიქციის მიერ უკუქცევის მოდუსებს და მათ შედეგებს შორის. იმიტომ რომ შეიძლება ერთმა მყიდველმა ამ სიტუაციაში განაცხადოს შეცილება, ეგონოს რომ მეც მიიღებს, იმიტომ რომ გონია რაღაც შეცილება უფრო სერიოზული, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტია, მთლიანად აბათილებს გარიგებას და შესაბამისად ანუ ეს ვთქვათ, აპელირებს მოტყუებაზე, უფრო სერიოზულ დარღვევაზე, ვიდრე ნაკლოვანი შესრულებაა. შეიძლება ეგონოს მყიდux, რომ ამითი მიიღებს მეტს, ხო? არ და პირიქით ვერ მიიღებს, სალდოს თეორიაში გაიჭედება. და თუ წავიდოდა გასვლის გზით, ანუ გავიდოდა ნაკლოვანი შესრულების გამო, მან მიიღებდა მეტს, ანუ ამ რა ქვია, G-ქვე პუნქტზე, მეოთხე ნაწილის G-ქვე პუნქტზე აპელირებით, საერთოდ არაფერს არ
აბს არ დააბრუნებდა, ხო? მაგრამ ახლა ამ კონკურენციას ამ შედეგების კუთხით, ესე ვთქვათ, აცდენას ესე ნებაზე ვერ მიუშვებთ, იმიტომ რომ ჯერ საერთოდ არ ევალება არც ერთ მოსარჩელეს და მხარეს იმის ცოდნა თუ რა არის გასვლა და შეცილება და არც ჩაწერს საარჩევნოში მათ შორის გინდ ადვოკატის მეშვეობით იყოს წარმოდგენილი, იშვიათად თუ იქნება ჩაწერილი, რომ შეცილებას ვაცხადეთ, რომ კონდიციის მიერ უკუქცევა მინდა ამ პირიქით, ხო? ეს სამართლიანი კონსტრუქციებია, რაც მოსამართლე უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ მაშინ თუ მხარის, ესე ვთქვათ, ნებიდან შესაბამისი ხელმოსაჭიდი გამომდინარეობს. და ამ ხელმოსაჭიდის გამოყვანა რეალურად ძალიან რთულია, იმიტომ რომ მხარემ რომ ერთის ან მეორის სასარგებლოდ გაცნობიერებულად გააკეთოს არჩევანი, უნდა იცოდეს სალდოს თეორია რა არის და დილიგენცია კვამინ სუის რა, რაც შეუძლებელია და არ შეიძლება სამართალი იყოს ესე რთულად გამოსაყენებელი, რომ სწორი მოთხოვნის დაყენებისთვის მხარეს მოსარჩელეს ევალებოდეს სამართლებრივი თეორიების გაცნობიერება, ხო? მოსარჩელეს საარჩევნში ეწერება მხოლოდ ის, რომ მომატყუა და მინდა ახლა ფული უკან დავიბრუნო. ნივთს ვერ ვაბრუნებ და ან საერთოდ არ იქნება ნივთზე აპელირება. მომატყუა და მინდა ახლა ფულის დაბრუნება. ან შეიძლება შემთხვევით ეწერო ვაცხადებ შეცილებას, იმიტომ რომ გონია რომ შეცილებით მეც მიიღებს მიზეზები უკვე აღწერ და პირიქით, ხო? და შეუძლებელია აქ ახლა მოსამართლემ გამოიყვანოს ერთიანი წესი, გამოიყვანოს რაიმე ესე ვთქვათ ლოგიკური და თანმიმდევრული, რომ ყველა ესეთი შემთხვევა გადაწყდეს ერთნაირად. თუ არ მოხდება ან მხარის ნებიდან შეუძლებელია გამოიყვანოს ზუსტად რა უნდა, უпростоრად კი შეიძლება გამოიყვანოს, მაგრამ თუ უწერია შეცილება, ხო? ვეღარ გამოიყვანს გასვლის მიერ გადაწყვეტას და პირიქით. თეორიულად შეიძლება განმარტოს შეცილება როგორც გასვლის გაცხადებად, მაგრამ ეს ძალიან რთული და ესე ვთქვათ მოუხერხებელი ის არის სამართალშეფარდების გზა და ძალოვნებულად ამ ორი შედეგის ურთიერთაცდენა გამოიწვევს იმას, რომ ერთ და იგივე შემთხვევის გადაწყვეტა იქნება არათანმიმდევრული. ზოგი მოსამართლე მისცემს აქ დაუშვებს აქ შეცილებას და მისცემს კონდიქციურ მოთხოვნას და მეორე იგივე შემთხვევაში იგივე ესე ვთქვათ ტექსტიდან, სასარჩევნო ტექსტიდან მეორე მოსამართლემ შეიძლება ამოიკითხოს გასვლის გაცხადება, ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მხარეს ვერ მოუთხოვთ, რომ არტიკულირებულად გამიჯნოს ერთმანეთისგან ეს ორი გადაწყვეტა და რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე თვითონ მერე ვეღარ გაუმიჯნავს და ან ალალბედზე იქნება მოკლედ დამოკიდებული ამ სიტუაციაში ის თუ რომელი გზით წავა მოსამართლე, რაც არის ცუდი სამართლის ნიშანი, იმიტომ სამართლის მთავარი მიზანი არის არა დედამიწაზე 60-ის დამყარება და აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ თანმიმდევრულობა, სტაბილურობა, რომ ერთ და იგივე შემთხვევებიც ყდებოდეს ერთნაირად და იყოს პროგნოზირებადი და წინასწარ გაცვლადი. და ეს აცდენა, გასვლის მიერ და კონდიქციის მიერ პასუხისმგებლობის აცდენა ამას სრულებით ხელს უშლის, ხო? და ფაქტობრივ დონეზე, იმ დონეზე, რომ მხარის მიერ დაფიქსირებული ნებიდან ამოვიკითხოთ თუ რომელი უნდა და ამის უკან იდგეს, ესე ვთქვათ, რეფლექსირებული და სწორად გამოხატული შინაარსი, თითქმის შეუძლებელია. იმიტომ რომ მაშინ უნდა იცოდეს მხარემ ერთ თუ რას ნიშნავს, თუ რა შედეგები მოაქვს ერთს და მეორეს. ამიტომ უნდა გადაწყდეს სამართლის დონეზე იმგვარად, ანუ რომ ეს შედეგები ერთმანეთს დაემთხოს და დამოუკიდებლად იმისა, გასვლის გზით წავა თუ შეცილების გზით წავა, კონკრეტული მოსარჩელე ერთს მოითხოვს თუ მეორეს, მაინც მივიღოთ ერთი შედეგი, იმიტომ რომ ერთნაირი სიტუაცია, რაღაც ერთ კონკრეტული სიტუაცია უნდა გადაწყდეს ყოველთვის ერთნაირად. ეს არის აი სამართლის თანმიმდევრულობა და ეს წინასწარ პროგნოზირებადობის ფუნქცია და მიზანი. ხო, ამას ყველაფერს ეს პრობლემა გერმანელებმა, რომელსაც იგივე სიტუაცია აქვს ზუსტად, ანუ საიდანაც მოდის ჩვენთან ეს პრობლემა, ეს გერმანულ სამართალ, უკვე დიდი ხანია, ნახევარ საუკუნეზე კი არა და წინა საუკუნის 50-იან წლებიდან ეს პრობლემა აქტუალურია, რომ ეს ერთმანეთს აცდენილია და რომელს დავამთხვიოთ, ანუ გასვლის მიერ გადაწყვეტა დავამთხვიოთ სალდოს თეორიის მიერ გადაწყვეტას და შედეგებს თუ პირიქით სალდოს. და აქ გერმანულ უცვლელი პრაქტიკა აქვს სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ გაკრიტიკებულია, ყოველთვის ამთხოვენ ანუ უარს ამბობენ სალდოს თეორიაზე და გასვლის მიერ გადაწყვეტას ამთხოვენ და ამბობენ, რომ ამ სიტუაციაშიც მიუხედავად იმისა, რომ
ბათილობის საფუძველი, რასაც უკავშირდებოდა, ხო? მოტყუება უკავშირდებოდა ოდომეტრს და ამას არ გამოუწვევია ნივთის განადგურება, მაინც არ გამოიყენება სალდოს თეორია, გინდ წავიდეს შეცილების, ანუ კონდიქციის გზით, მაინც არ გამოიყენება სალდოს თეორია და გამოიყენება ანუ ეს ვთქვათ, აქაც გამონაკლისი კეთდება სალდოს თეორიიდან და დასაშვებია ცალმხრივი უკუქცევა. დასაშვებია, რომ მყიდველმა ცალმხრივად დაიბრუნოს ფასი და არ დააბრუნოს არაფერი. ანუ გამონაკლისი სალდოს თეორიაზე უარს ვამბობთ, იმიტომ რომ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული შეცილების გზით წავა თუ გასვლით და გასვლის შემთხვევაში ხო ყველა ვარიანტში ეს მოხდებოდა, ცალმხრივად წაიღებდა და არ დააბრუნებდა. გინ წავიდეს მეორე გზით, მაინც იგივე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ერთი შემთხვევა უნდა გადაწყდეს ერთგვარად, ხო, ეს აცდენა დაუშვებელი. ნუ იმაში რა თქმა უნდა კი არა და სწორია, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტა იმ ნაწილში, რა ნაწილში ამბობს, რომ დაუშვებელია კონკურენციის ნებაზე მიშვება, უბრალოდ ანუ ეს არ არის კონკურენცია იმ გაგებით, რომ სამართლებრივ ეს თქვათ მოთხოვნის საფუძვლებში კონკურენცია არ არის. ან ერთი მოთხოვნა აქვს, ან მეორე, ან შეცილებას განაცხადებს, ან იმას, რა ქვია. გასვლას, ხო? ან ესე იგი ორივე მოთხოვნა ერთდროულად არა კონდიქციური და გასვლის მიერ, ხო? რაღაცნაირად უნდა აირჩიოს, მაგრამ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, რას აირჩევს და შედეგების კუთხით კონკურენცია დაუშვებელია, უბრალოდ ესე ორივე რო თანაარსებობდეს ერთმანეთის გვერდით და მოდი არჩევანი გავაკეთოთ გასვლის მიერი გადაწყვეტის და მისი შედეგების სასარგებლოდ და ეს მოქმედებდეს მაშინაც კი, როცა კონდიქციის გზით წავა. მაგრამ ანუ ეს რო ერთმანეთს უნდა დაემთხოს, რომელიმე უნდა დაემთხოს, ამაში შესაძლებელი და არაფერია და შეუძლებელი აქვს შედავება. მაგრამ მთავარი არგუმენტი რაც აქვს, არის ის, რომ ეს დილიგენცია კვამის სუის, ეს 352 მუხლის მეოთხეს გექვე პუნქტი კანონში უწერიათ, ეს პირდაპირ თქვა მთავარი არგუმენტი ამ გასვლის მიერი გადაწყვეტის სასარგებლოდ არის ეს, რომ ეს კანონში წერია, აქამდე არ ამოუშლია კანონმდებელს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რეფორმა მოხდა ამ პერიოდში, ამ ნორმის არსებობის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უამრავმა რეფორმამ ჩაიარა და განხორციელდა, არც ერთხელ ამაზე უარი არ უთქვია კანონმდებელს. სალდოს თეორია კი დღემდე არ გვიწერია კანონში. შესაბამისად, ცალსახაა კანონმდებლის ნება, რომ არჩევანს აკეთებს ამ დილიგენცია კვამის სუის სასარგებლოდ, ანუ ამ გასვლის მიერ გადაწყვეტის სასარგებლოდ. რასაც ქართულ სამართალში ვერ გავიზიარებთ, იმიტომ ორივე გვიწერია კანონში, სალდოს თეორიაც და ეს დილიგენციაც, ხო? ქართულ სამართალში შეიძლება პირიქით საპირისპირო არჩევანი, ანუ სალდოს თეორიის ეს ვთქვათ შეფასებითი გადაწყვეტის თუ აწონ-დაწონვითი, ანუ სალდოს თეორიის პრინციპზე დაყრდნობით გადაწყვეტის სასარგებლოდ იყოს არჩევანი გასაკეთებელი. მაშინაც კი როცა გასვლის გზით წავა აქ მყიდველი, იმიტომ რომ ეს დილიგენცია კვამის სუის მართალია ძალიან დიდი ხნის ისტორიის და ესეთი რაღაცნაირად ამ სიტუაციების გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირძველი ინსტიტუტი და მექანიზმია, მაგრამ გაკრიტიკებულია უამრავი მიზეზით, რომ კი გასაგებია, რასაც ემსახურება, რომ დაისაჯოს ის ხარე, რომელმაც დაარღვია ვალდებულება, ხო და არ შერჩეს ეს ნაკლოვანი შესრულება იმის გამო, რომ მეორე მხარემ გაანადგურა მიღებული, თუმცა ესე მარტივად არ არის საქმე, იმიტომ ხანდახან ძალიან შორს მიმავალი შედეგებია და იძლევა ესე ვთქვათ რაღაც ტიპის ესეთ იმას რა ქვია, ლიცენზიასავით ნივთის განადგურებისა, უფლებას, რომ ნივთი გავანადგურო დაუსჯელად. და არსებობს მისი უამრავი ეს ვთქვათ მაკორექტირებელი და შემავსებელი ქვეწესი და ქვეწესები კიდევ და სალდოს თეორიის იდეა კი უფრო მარტივი და უფრო აი ამ სიტუაციაში უფრო გამოსადეგია და უფრო სწორ რამეზე აპელირებს, რომ რა შუაშია ეხლა აქ მოტყუება, ხო, ოდომეტრთან დაკავშირებით, როცა მეორე მხარემ ადგა და გაუფრთხილებლობით, სუბუქი გაუფრთხილდა და გაანადგურა ეს ნივთი, რა შუაშია მოტყუება. ხო, არაფერ შუაში არ არის. ხო? და ამაზე აპელირებს. და ამიტომ შეიძლება ქართულ სამართალში პირიქით ღირდეს, შეიძლება ღირდეს, რომ გასვლის მიერმა ამ პრინციპმა უკან დაიხიოს სალდოს თეორიის მიერი გადაწყვეტის და ამ პრინციპის წინაშე, მაშინაც კი როცა გასვლის გზით წავალთ. ხო, იმიტომ მთავარი არგუმენტი რაც აქვს გერმანულ სასამართლოს და რაც გაკრიტიკებულია საკმაოდ არის ის, რომ აი
ხო, რა შუაში აქვს ერთმანეთს ხელოვნურად ვაბამთ, გამოვიდა რომ თუ ვიღაცამ მომატყუა, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, შემრჩება, ხო, ესე არ არის. გასაგებია, ზღვარი მაინც იქნება განზრახვა და ასე შემდეგ, მაგრამ სხვა შემთხვევაში გამოვიდა რომ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო და ეგრე არ არის. ხო? ეგრე არ არის და ხო, თან თუ ამ იდეას გამოვიყენებთ სალდოს თეორიის მიერ გადაწყვეტაშიც, ხო, ან თუ გააბათილა და მაინც შეუძლია არ დააბრუნოს, ხო, გამოვა რომ საერთოდ შეიძლება უხეში გაუფრთხილებლობით გაანადგუროს, რაც დილიგენცია კვამის სუისაც კი სდება და მაინც არ დააბრუნოს, რაც უკვე უფრო დიდი უაზრობა. ამის გამო შეიძლება საქართველოში ღირდეს მეორე გადაწყვეტის გაზიარება, რომ რეალურად სალდოს თეორიის საღი იდეა გადაწონის ამ შემთხვევაში საკმაოდ პრობლემურ დილიგენცია კვამის სუვის გამოყენებას. ნუ გასაგებია, ყველა სხვა შემთხვევაში, როცა მარტო გასვლის მიერ უკუქცევის ოპცია და არ კონკურირებს შეცილება და გასვლა ერთმანეთთან გასაგებია არ გადაწონის, მაგრამ აქ გადაწონის, ასე ვთქვათ.